აი თუ კი რამეს სულელე შეიძლება რომ მოელანდოს ადამიანს და გამოიწეროს. გამარჯობა მეგობრებო, ეხლა ჩავამოვიდა თემუს ამანათი და ერთად გავხსნათ და ვნახოთ თუ რა შევიძინე 1000 უაზრობა არის წინასწარ გავფრთხილებ და 1000 პაჭიბუჭობა, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იქნება unboxing-ის პროცესი, ამიტომ დავიწყოთ. პირველი რაც შემხვდა ეს არის ჩემი საყვარელი პოსტერები და ერთად გავხსნათ. ძალიან კარგი შეფუთით ჩამოვიდა წინაზე პირდაპირ ეგდო პარკში და გული გამიშკდა და ეხლა უფრო დაცულად არის. ამაზია ძალიან მიყვარს სერფინგი და ეს პოსტერი როგორც კი დავინახე, ვერ შევიკავე თავი, ძალიან მომინდა. უამაზესია. და ეხლა გაჩვენებთ მეორესაც. ალბათ უკვე ყველამ იცით ჩემი ჩოგბურთის ურთიერთობის შესახებ, უკვე ობსესია მიჭირს მართლა და როლან გაროსის პოსტერით შევუკვეთე. ძალიან დიდი ხანი მინდოდა ირიგატორის ყიდვა და შემხვდა თემუზე და ვიფიქრეთ თქო რატომაც არა. ფასი იყო ადეკვატური, არ ძალიანია ფიქრი და არ ძალიან ძვირი. ამიტომ მოდი დავტესტავ და გაგიზიარებთ თუ დაგაინტერესებთ რა თქმა უნდა. ესე გამოიყურება. ხარისხი ეს რასაც ვუყურებ მომწონს ძალიან და ეს აუზის წყლის აუზით საკმაოდ მოზრდილი არის. აქედან ივსება და იხურება. მოყვება თავები და ახლა გავხსნათ ერთად. როგორც ვთქვი, საკმაოდ დიდხანს სლებს მორნუელი ირიგატორები და ნახოთ ერთად. აი ესეთი თავები არის. ახლა ყველას აღარ გავხსნი. შემდეგი გვაქვს кейსები. ერთი მეორეზე უკეთესი არის, რადგან ჩემის არის ეს სამი მოდელი, არ მინდა რომ გავხსნათ და დავახვედრებ ესეთ წამარაობაში. და ესე გაჩვენებთ. ჩემი кейსი გავხსენი და ისეთი ლამაზია რომ არ მჯერა. ნახეთ, ძალიან საყვარელია. აი ძალიან მომწონს. თან რაღაცნაირად სადა არის, იმიტომ რომ ეს პრინტი ბოლოში არის დატანილი და არ ჩანს ესე ხელში. და თან უზომოდ საყვარელი არის. გამჭირვალე თვითონ кейსის ხარისხიც ძალიან მომწონს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სულ რაღაც 3-4 ევროები ღირს кейსები, იდეალურია 10-დან 10 არის, ამიტომ დიდ რეკომენდაციას ვუწევ кейსებს თემუდან. შემდეგი ნივთი არის ეს დამტენის დამცავი. გაჩვენებთ ეხლავე. აი თუ კი რამეს სულელე შეიძლება რომ მოელანდოს ადამიანს და გამოიწეროს, აი ნათელი მაგალითი. რაც მინდოდა? ეს რა არის? კაი, იმედია დაიცავს მაინც ჩვენს დამტენს და არ აუშვოს. ასევე მოყვა ესეთი შნური. და ესეთი თავი რომ USB ჩავსვათ. როგორც მივხვდი, ეს ჩაჯდება აქ, მაგრამ რაღაცნაირად არ მინდა ახლა რომ ესე ძალიან დავაწვა. მე ვეწვალები ამას ახლა მიზარება. შემდეგი გვაქვს აი ესეთი სამაჯურები საათის. უამაზესი, უბრალოდ ხარისხით დიდად არ გამოირჩევა. ფასი შესაბამისი არის. მე მგონი 2 ევრო ღირდა თუ არ ვცდები და ხარისხი არ მომწონს, მაგრამ უზომოდ ლამაზია, ალბათ დამეთანხმებით. შემდეგი ნივთი, რომელიც მართლა მჭირდებოდა, არის ეს AirPod-ების დასატები და გაჩვენებთ ეხლავე. აი ავაწყე უკვე სულ 3 წამში და ნახოთ როგორ მოუხდება და რამდენად პრაქტიკული იქნება. ეს გამოიყურება. ჩემი აზრით ძალიან კარგი არის, აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი აზრით. მომწონს. ესეთი დამფენერი გამოვუწყარე ჩემ ჩოგანს მარწყვის ფორმის და ესეც USB-ს არის რომ დავიცვათ იდეაში აი ამ თითში. გაჩვენებთ ახლა. ვაი მე რა კაი სუნი აქ კამფეტის. ეს. ნახეთ რა საყვარელია. ეს მართლა კიდე ახლა რამდენიმე ცენტი ღირს და
რეალურად ძალიან საყვარელი პრაქტიკული რაღაცაა, ამას მივაწებებთ თავთან ტუმბოზე ან სადმე და რა ვიცი, მგონი კარგად გამოვიყენებ. შემდეგ გვაქვს ესეთი DJI-ის, ჩემი საყვარელი კამერის დამცავი და პლუს ამას მისაკრობი, ნებისმიერ მეტალზე შეგვიძლია რომ მივაკვრათ და ძალიან კარგად უნდა დაიჭიროს წესით, ამიტომ ახლა გავხსნით და გაჩვენებთ. ეს ღირდა შედარებით ძვირი, ვიდრე სხვა ნივთები და იმედი მაქვს რომ ხარისხის გამო. აი აქ არის მაგალითისთვის რაღაც რკინა, რომ ნახოთ რამდენად კარგად მიეკრობა. ეხლა სამწუხაროდ ვერ გაჩვენებთ მორგებულს, იმიტომ რომ ვიღებ კამერით. ეს გამოიყურება და ამ რკინას ესე იდეალურად ეკრობა. არ ძრება, ყოჩახ. ძალიან კარგი. შემდეგი ესეთი შტატივი გვაქვს, რომელიც ასევე ძალიან იაფიღება და დავტესტავ. წესით წავა, თავისი განაყვანით დამაგრდება და ძალიან კომფორტული და პრაქტიკული რაღაც უნდა იყოს. ასევე აქ მაქვს სტიკერები, ძალიან ბევრია და ახლა აღარ გავხსნით, არ განახებთ, მაგრამ ხელოვნების თემატიკის არის, აქ მონალიზა არის მაგალითად პირველი და ძალიან საყვარელი სტიკერები არის. ასევე მეორენაირი სტიკერებიც არის. აი ამას გავხსნი, მოდით გაჩვენებთ. სამწუხაროდ არ მოყვება წერვა, უბრალოდ ქაღალდი არის და რა თქმა უნდა, უბრალოდ ქაღალდი ვინმე მომიხსენით. რაცა ეგ რომ ცოდნა და არ გამოვწერდი, მაგრამ ძალიან ორიგინალური და ლამაზი წარწერები აქვს, ძალიან მომწონს. ეს ნივთი არ ვიცი რა არის, ახლა ყუთიდან ამოვიღე, მე მგონი გიომ გამოიწერა. key holder-ი არის, ანაირად მოხდება, არ მკითხოთ, არ ვიცი და ეს რატომ მოყვება, არც ეგ არ ვიცი. მაგრამ ვიცი რომ key holder-ი არის, ამიტომ მივცემ და თვითონ გაერკვევა. და სულ ეს იყო მეგობრებო, ჩვენი unboxing-ი თემუდან, იმედი მაქვს მოგეწონებათ. ვფიქრობ რომ საკმაოდ საინტერესო იყო და თითქმის ყველაფერი მომეწონა, რაც მნიშვნელოვანი იყო ყოველ შემთხვევაში ის ძალიან მომეწონა, ამიტომ დამწერეთ თქვენი კომენტარები და გამიზიარეთ, რას ფიქრობთ, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, რა მეკითხოთ თუ გაქვთ, არ მოგერიდოთ არც მაგ შემთხვევაში და მოკლედ დროებით დაგემშვიდობებით, მალე დაგემშვიდობებით კიდევ ერთი unboxing-ით. კარგად.